გამარჯობათ, მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს მე მიწევს ჩემი ძმის მაგივრად საკანი ნომერი 5-ის წაყვანა. ჩვენ გვყავს დღეს ძალიან ძვირფასი სტუმრები. ბატონი რამაზ საყვარელიძე და ბატონი სესო ცისკარიშვილი მოგესალმებით და ტელეფონების წიგნი. სანამ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა საერთოდ რას ემსახურება სოციოლოგია საქართველოში არის თუ არა ეს მართლაც საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა თუ ეს არის საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება რომელი უფროა თუ ორივე ერთად მაგრამ სანამ ჩვენ აი ამ თემაზე გადავიდოდით მე მინდა გითხრათ რომ გია უკეთესად არის ის აგრძელებს კურნალობას და მისმა მეუღლემ მითხრა რომ ფერზეც კი მოვიდა და ჩვენ მას ველოდებით ძალიან მანამდე მე მინდა გასული 2-3 კვირის მნიშვნელოვან თემებზე უცებ ცოტა ისე შევეთამაშოთ მნიშვნელოვან თემებს ალბათ როარ დაგვავიწყდეს საიდანაც შემდგომ შეიძლება მთავარი კითხვებიც კი გამოვადნოთ საზოგადოების გამოკითხვისთვის. ალბათ სამ თემას გამოვყოფთი მე, ხო? ეს არის თარგამაძესთან და პინჩუკთან შეხვედრის მომენტები და ანუ ოპოზიციის რუსული ფულით დაფინანსების თემა, რომელმაც ალბათ ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მედია რეკორდი მოხსნა, მე მგონია რომ მედია რეკორდი მოხსნა თავისი სიხანგძლივით მოდი ესე ვიტყოდი და სერიოზულობით ამა თუ იმ პირთა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი გამონათქვამებით ყოველ შემთხვევაში ობამას გამარჯვება 2 დღეში გადავიტანეთ. კი, ობამას გამარჯვება, რომელიც დავხურეთ 2 დღეში და ომი მე მგონი უფრო მალე დავხურეთ პრენახევარში და აგვისტოს მოვლენები შემდგომი ჩემი აზრით, რა ვიცი, შემეკამათეთ თუ სხვა აზრი გაქვთ. შემდგომი თემა არის კანონპროექტი, რომელიც საზოგადოების პროტესტის გამოკვლევების შედეგად იქნა დაწერილი, კვლევების და დაკვირვებების შედეგად. კანონპროექტი, სადაც ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, როგორ დავიცვათ სკამები და პოლიცია საკუთარი და საზოგადოების არანაირი ინტერესი დემოკრატიისა და თავისუფლების საერთოდ ნიშანწყალი არ არის და მესამე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ჩვენს ეთერებში ჯერჯერობით არ თქმული, რომელიც მე წავიკითხე ინტერნეტში, ეს არის და დღეს მინდა რომ ეს მნიშვნელოვნად ვაქციოთ. სხვა შორის ცოტა ინტრიგად შემოვიტანოთ ჩვენ გადაცემაში, ეს არის Financial Times-ში გამოქვეყნებული ბჟეჟინსკის განცხადება, რომლის შინაარსიც არის შემდეგი. თუ ამერიკული ადმინისტრაცია და ბატონი პრეზიდენტი ობამა გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო და ნატო არ იქნებიან ნატოს წევრები, მაშინ უახლოეს ხანში, კი ბატონო, უახლოეს ხანში, მაშინ რუსეთი თავს დაანებებს თავის იმპერიალისტურ ძრახებს. საერთოდ აღიარებითი ჩვენებაა თუ რა არის, როგორ არის, ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია ამ თემასაც დავეთამაშოთ ინტერაქტუალური ტიტყვის სახითაც თუ რამეს მოვიფიქრებთ. ისე ჩვენი გადაცემა აი ამ განჯის პოლიტიკური განჯის მერე ალბათ იქნება პრაქტიკულად შოუ თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ინტერაქტიული სოციოლოგია პირდაპირ ეთერში. დავიწყოთ ბატონსო პირველი თემიდან რუსული ფული აგერ ყრია მეორე გიას უკვე ვიცეს და დავიწყოთ ეკონომიკაში ხო ხარ ექსპერტი დავარ გასაგებია ბატონებო თემები მართლაც ყველა რაც ძალიან აქტუალურია ჩვენთვის ამ თემებზე საუბარი სირთულეს არ წარმოადგენს თუმცა მას მერე რაც ხიარულთა და საზრიანთა კლუბში აღარ მიმიღია მონაწილეობა ღელავ რა იქნება გაგრძელება ამ საუბრების როგორც იცი ჩაფიქრებული გაქვთ რომ ტელეფონის სიგნიდან
ბრმა დამოიღოთ ნომერი და დაურეკოთ აბონენტს წარმოვიდგენია მისი რეაქცია პირდაპირ ეთერში ძინარი ადამიანის როდესაც გაეცნობით და ეტყვით ვინ ახარ ალბათ პირველი შეძახილი იქნება ძილში მას თვალისწორი დღეს ასე თუ ისე დაველოდოთ მეორე ნაწილს რაც მართლა შეიძლება სახალისო გამოდგეს მაგრამ ამის ესე იგი რამაც გაუგებრობაში ვართ მე შენ ჩავარდნილი ნამდვილად მაგრამ ნახოთ როგორ გავართმევთ თავს ამ ფუნქციასაც ისე გავენილი ახსენება შეიძლება გამოგვადგეს ნახოთ თუ ვარ ფორმაში რაც შეეხება რუსულ ფულს ეს რუსული ფული არ არის ცალკე ფული და ცალკე რუსული ეს ჯამში არის მთელი კონგლომერატი ასოციაციების საფრთხეების შიშის რომელიც ზოგიერთ თვალებს ისე უფართოვებს რომ ცოტა არალოგიკურს ხდის მის საქციელს თავად ინტრიგა რასაკვირველია იყო ბატონ ლევანის გამოსვლებში როცა ის ბრძანებდა რომ დავედი ფული უნდა ვიშოვო და ჩამოვედი ფული ვიშოვე აბა რა ეკნათ ეს შუაში შეხვდათ არ გამაძეს არა არ გამაძეს ლაპარაკი ჯერ იყო თვალები ფულზე თავარი იყო რომ ამ ფულს ეს დიაგნოზი წინასწარ იყო უკვე დასმული რა ტიპის ფულიც არ უნდა იყოს სულ რომ აი ეთიოპიის მართლმადიდებლებს რო შეეკრიბათ სულაც ეს თანხა სპეციალურად ქართული მართლმადიდებლობის დასახმარებლად მაინც უნდა მონაცვლულიყო როგორც რუსული ბოროტი ფული აქ ვერ ვიტყვი ნიშდანა ნიგადანა თუ ძალიან გეგმიურად მაგრამ გამოჩნდა სახე რომელიც ძალიან ესადაგებოდა ამ სცენარს საკუთარი ბიოგრაფიით თანაც ბატონმა ლევანმა ბატონმა დათომ იშვიათი მდგომარეობა გამოამჟღავნეს დაბრუნების მერე და ვიდრე რუსთავიურის ჟურნალზე არ დაესხა თავს ამ თემას მანამდე მტკიცედ იდგნენ დუმილის სასარგებლოდ იცავდნენ დუმილის უფლებას იცავდნენ დუმილის მაგრამ ეგრე არ არის დუმილის უფლება თუ არ მოგწევს ისე არ დაგაწევინებენ ალაპარაკდნენ და მეც დავინტერესდი საერთოდ რუსული ფული რატო არის ასეთი მიმზიდველი ოპოზიციისთვის ხომ არა აქვთ რაიმე მიზეზი რომ მიბაძონ ხელისუფლებას და ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთ წინაპირობად ხომ არ ეგულებათ სწორედ რუსული ფული ანუ გაკვალული გზით წავიდნენ მართალია ისინი რევოლუციაზე უარს ამბობენ და ამდენად უფრო ართულებენ საკუთარ ამოცანას მაგრამ პარალელურად რაღაცა ელემენტები ხომ უნდა შეიძინო გამარჯვებული რევოლუციის გამოცდილებით ხო და ალბათ ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო სწორედ ის რუსული ფული რომელიცაც ლევანდელი ხელისუფლება თავს რბილად რო ვთქვათ უკეთ ვწნობს შორს წასვლა არ დამჭირებია გადავავლე თვალი ბენდუნომიკის პირობებში საქართველოს ეკონომიკის წინსვლას მსვლელებში ბენდუნომიკა არის მე მგონი რა ვიცი სოფლიოში ყველაზე ძირადღირებული ეკონომიკაა რა ალბათ ყველაზე ლიბერალურად წოდებული დიდი რომელსაც